მოხარული ვართ, რომ გვაქვს პატივი გავხსნათ ისეთი მნიშვნელოვანი და საჭირო სივრცე აჭარაში, როგორიც უკრაინული სახლია. ეს ჩვენმა ორგანიზაციამ Unite Together გერმანიის მთავრობის პარტნიორობით და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შეძლო. ეს სივრცე საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ და განვახორციელოთ საგანმანათლებლო, კულტურული, ბიზნეს და სხვა სახის აქტივობები, რომლებშიც ჩართული იქნებიან არა მხოლოდ აჭარაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები უკრაინელები. ჩვენ სერვისებში იქნება ასევე საინფორმაციო და სამართლებრივი დახმარება, რომელიც საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით იმუშავებს. რაც შეეხება ბიზნეს აქტივობებს, ის განხორციელდება ქია კაუკაზოსის მხარდაჭერით და მოიცავს ტრენინგებს, ვორქშოპებს, მარკეტინგს და სხვა საჭირო ღონისძიებებს. გვექნება ქართული და ინგლისური ენის კლასები ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ასევე ლექციები და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება. ეს ყველაფერი არა მხოლოდ პოპულარული და მოთხოვნადი, არამედ საჭიროც არის. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ მზად ვართ სივრცე დავუთმოთ და დავეხმაროთ მათ, ვისაც სასარგებლო ინიციატივები ექნებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ სივრცეში გვაქვს პატარა კაფე და ბიბლიოთეკაც, რომელშიც 300-მდე წიგნია უკრაინულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც მოზარდებისთვის, ასევე უფროსებისთვის. ერთი სიტყვით, ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც ყველა ასაკობრივი კატეგორიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და უკრაინულ ორგანიზაციებთან ერთად განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი ქართველი მეგობრების მხარდაჭერა. სწორედ მათი წყალობით ჩვენ გვაქვს ინიციატივები, რომლებიც საშუალებას მისცემს ადამიანებს შეიკრიბონ აქ თავისუფლად ისარგებლონ სივრცით, იპოვონ პარტნიორები და განავითარონ საკუთარი იდეები და პროექტები. ასევე დაესწრონ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს და მონაწილეობა მიიღონ მათში. საერთო ჯამში კი მთელი გულით ვიწვევთ ყველას, ვისაც სურვილი აქვს შემოუერთდეს ჩვენს სითბოთი სავსე უკრაინულ საზოგადოებას. და ახლა უფრო მეც ბათუმის უკრაინულ სახლში დაგეგმილ ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ აქტივობებთან დაკავშირებით ჩვენი დღევანდელი გადაცემის მეორე სტუმარი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი ლევან ასათიანი გვეტყვის. საყოველთაოდ ლევან, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბუნებრივია მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მეწარმეობას უჭერს მხარს, მაგრამ ალბათ განსაკუთრებით ხაზგასასმელია ეს ინიციატივა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება უკრაინის მოქალაქეებს, რუსული აგრესიის მსხვერპლებს, შეიძლება ასე ითქვას, რომლებმაც იძულებით დატოვეს სამშობლო და ცდილობენ ჩვენ საზოგადოებაში ინტეგრირებას და ბუნებრივია ჩვენ მათ მიმართ განვიცდით სოლიდარობას იმის გათვალისწინებით, რომ რუსული აგრესიის მსხვერპლები ვართ მრავალი ასეული წელია სამწუხაროდ ჩვენც და ჩვენი მოქალაქეებიც. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენთვის საინტერესოა კონკრეტულად ის მიმართულება, რომელიც მეწარმეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. აი რა შეგიძლიათ გითხრათ უფრო მეტი ამ საკითხზე და ამ თემასთან დაკავშირებით. რას გულისხმობს პროექტი უფრო დეტალურად რომ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს? მოგესალმებით, ჩვენ გაეროს განვითარების პროგრამა გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით ვეხმარებით საქართველოში უკრაინელ ტოლვილებს, რომლებიც გამოექცნენ რუსულ აგრესიას და როდესაც რა თქმა უნდა ხდება ტოლვილების მიერ სხვა ქვეყანაში გადასვლა, აქ გამოიკვეთება ხოლმე ძალიან ბევრი საჭიროება მათი. როდესაც ისინი საქართველოში გადმოვიდნენ, ძირითადი გამოწვევები რაც მათ ჰქონდათ, ეს იყო ეს უკავშირდებოდა დასაქმების საკითხს და ასევე უკავშირდებოდა ინტეგრაციის და ენობრივ და კულტურულ ბარიერებს. ჩვენმა პროგრამამ გადაწყვიტა, რომ მათთვის, ასე ვთქვათ, ხელი შეეწყო სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით, ასე რომ ერთ-ერთი წამოწყება, რასაც მხარი დაუჭირეთ, ეს იყო ტოლვილი მეწარმეების პროგრამა. გერმანიის მთავრობის დახმარებით ჩვენ შევარჩიეთ ტოლვილების მიერ წარმოდგენილი ბიზნეს იდეები, მცირე ბიზნეს იდეები და ეს ბიზნეს იდეები დავაფინანსეთ. პრინციპში ჩვენ, ასე ვთქვათ, პირველი ფაზა უკვე მოვჭით ამ პროექტის და 39-მდე ბიზნესი დავაფინანსეთ. დაახლოებით წელნახევრის წინ უმეტესობა მათგანი არის წარმატებული, აქედან 32 მუშაობს და ეს ბიზნესები ეხმარებიან უკრაინელ ტოლვილებს, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი საქართველოში, რაც ნამდვილად დასაფასებელია. ბიზნეს კომპონენტის გარდა ჩვენ ასევე ვეხმარებით მათ ზოგადად სოციალური და კულტურული ინტეგრაციის კუთხით და სწორედ ამიტომ დააარსა გაეროს განვითარების პროგრამამ,
უკრაინული სახლი თბილისში და ბათუმში. და ეს სახლები არიან ერთგვარი ინტეგრაციის ცენტრები ამ ქალაქებში, რომლებიც უკრაინელ ტოლულებს სთავაზობენ სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკურ სერვისებს, ასევე ისინი სთავაზობენ უფასო სივრცეს, მაგალითად უკრაინელ ტოლულებს, რომელსაც აქვთ გარკვეული საინიციატივო ჯგუფები, რომ შეიკრიბონ და კონკრეტული აქტივობა დაგეგმონ. და აი ამ კუთხით ფაქტიურად ვცდილობთ, რომ სრულფასოვნად დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რომ როგორც სოციალურ და კულტურულ სერვისებზე, ასევე თვითდასაქმების კუთხით, ანუ ბიზნესების დაფინანსების კუთხით მათ შემოსავალი გააჩნდეთ და დაუშვათ შედარებით უპრობლემოდ დაიწყონ ცხოვრება საქართველოში. გასაგებია, რა მიმართულებით მუშაობენ ძირითადად ისინი სამეწარმეო საქმიანობის სფეროში, შეიძლება ასე ითქვას. ბუნებრივია, მათ სჭირდებათ, რომ შექმნან რაღაცა გარკვეული პირობები იმისთვის, რომ ჰქონდეთ შემოსავალი და შეძლონ საკუთარი თავის და ოჯახების რჩენა. რომელია ძირითადი მიმართულებები, სექტორები, რომლებშიც ისინი ირჩევენ საქმიანობას საქართველოში? სექტორები არის მრავალგვარი, ეს მოიცავს მაგალითად კვებით ინდუსტრიას, ეს მოიცავს მაგალითად გარკვეულ სერვისებს, როგორც არის სილამაზის სალონები, ეს სექტორები ასევე მოიცავს მცირე საწარმოებს, გადამამუშავებელ, კვებით გადამამუშავებელ საწარმოებს, ასევე მოიცავს გარკვეულ IT სექტორს და მცირე ბიზნესებს, რომლებსაც სურთ ციფრული სერვისების მიწოდება საზოგადოებისთვის და ფაქტიურად ეს მცირე ბიზნესები მიმოფანტულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მოიცავს როგორც დიდ ქალაქებს, მაგალითად ჩვენ გვაქვს კაფეები და სხვადასხვა მცირე საწარმოები დაფინანსებული თბილისსა და ბათუმში, მაგრამ ასევე გვაქვს გარკვეული მცირე ბიზნესები დაფინანსებული ჩოხატაურში ან თუნდაც ისეთ მცირე სასოფლო დასახლებში, როგორც არის უჯარმა. მაგალითად, სადაც დაუფინანსეთ უკრაინელი ტოლული, რომელმაც უჯარმაში გახსნა ტროპიკული ხილის სათბური. გასაგებია, საჭიროებები რა არის მათ წინაშე, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი სამეწარმეო საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოში უჭირთ ადაპტაცია ადგილობრივ ბაზართან, უჭირთ საწარმოო რესურსების გამოყენება თუ რა შეიძლება გამოვყოთ როგორც გამოწვევა ამ შემთხვევაში? თავარი გამოწვევა მაინც არის ის, რომ მათ არიციან ენა და ქართული ეს არის საკმაოდ რთული ენა სასწავლად და ზოგიერთი მათგანი, რომელიც ცდილობს, რომ ეს ენა ისწავლოს, რა თქმა უნდა, ის ვერ ახერხებს ინდონეზიის სწავლას, რომ გაერკვეს საგადასახადო კანონმდებლობაში, გაერკვეს ბუღალტრულ რეგულაციებში და სხვადასხვა თემებში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ბიზნესი წარმატებით აწარმოო. ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა მათთვის. ჩვენ ვეხმარებით მათ ზუსტად ამ გამოწვევის გადალახვაშიც. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია CARE კავკასიასთან თანამშრომლობთ და ამ ბიზნეს გრანტებს სწორედ მათი მეშვეობით გავცემთ. როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ტოლულებს ვეხმარებით ბიზნეს გრანტებით, არ ნიშნავს ეს იმას, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ კონკრეტულ ტოლულს, რომელსაც აქვს კარგი ბიზნეს იდეა, ამას შეუფასებთ და უბრალოდ მივცემთ ბიზნეს გრანტს და შემდეგ დამამშვიდობებით. არა, ჩვენ ფაქტიურად სრულად მას მივყვებით თვეების განმავლობაში, ხანდახან წლების განმავლობაშიც კი და ვთავაზობთ უფასო სამეწარმეო კონსულტაციას, ვთავაზობთ ტრენინგებს სამეწარმეო საკითხებზე, მათ შორის იმაზე თუ როგორ დაარეგისტრირონ ბიზნესი, როგორ მოხდეს ბიზნესის ოპერირება საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, ასევე ვთავაზობთ უფასო იურიდიულ დახმარებას და სამართლებრივ დახმარებას კონკრეტულად კორპორატიული სამართლის კუთხით და ბიზნეს სამართლის კუთხით. ასევე ჩვენ ვქირავთ ექსპერტებს, რომლებიც ამ ბიზნესებს აწვდიან ტრენინგსა და სოდნას მარკეტინგის მიმართულებით, კონკრეტულად მარკეტინგის რა სტრატეგიები მუშაობს ქართულ ბაზარზე და ასე ვთქვათ, სრულფასოვანი ცოდნით ვცდილობთ, რომ აღჭურვოთ ეს ადამიანები, რომ მეტნაკლებად მდგრადი იყოს ჩვენ მიერ მათთვის, ასე ვთქვათ, გაწეული დახმარება ბიზნესის დაფინანსების კუთხით. გასაგებია, ეს რაც შეეხებოდა მიმდინარე პროექტებს, სამომავლოდ თუ იგეგმება, ესე ვთქვათ, მხარდაჭერის შენარჩუნება მათთვის შეიძლება ასე ვთქვათ და რა ფორმით გეგმავთ რომ შეინარჩუნოთ ეს მხარდაჭერა რომ დაეხმაროთ მდგრადობის შენარჩუნებაში? ჩვენ პრინციპში ვაგრძელებთ ჩვენს პროექტს, ანუ ბიზნესების ახალი ციკლი, რომელსაც ახლა ვაფინანსებთ, ფაქტობრივად ახალ ბიზნესებს ვაფინანსებთ და ამ ბიზნესებსაც ბოლომდე
მხარდაჭერა ექნება გაეროს განვითარების პროგრამისგან. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრინციპში პირველ ფაზაში უკვე 39 ბიზნესი დაუფინანსეთ და 32 აქედან ოპერირებს წელიწადნახევრის შემდეგ. ანუ 32 ბიზნესი არათუ გადარჩა, არამედ არებით გრადი და გაიზარდა და ეხლა დამატებით ვაფინანსებთ კიდე ახლახანს დაუფინანსეთ ან დაფინანსების პროცესში ვართ 40-მდე ახალ ბიზნესს. და ფაქტიურად ვამაყობთ იმით, რომ ერთგვარი ეკოსისტემა შეიქმნა, ხო? ეს ბიზნესები არიან წარმატებულები, ისინი აფინანსებენ, ისინი მათ თანამშრომლებად აყავთ საქართველოში ადამიანები, ანუ ქმნიან სამუშაო ადგილებს და გარდა ამისა ისინი იხდიან გადასახადებს. ჩვენ ასევე ესე ვთქვათ ძალიან გვინდა რომ გავაგრძელოთ მათი დაფინანსება, იმიტომ რომ პირველმა ფაზამ ძალიან კარგად იმუშავა. ფაქტიურად ჩვენ ჩავატარეთ ერთგვარი მოკვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ პირველმა ფაზამ ბიზნესებისა რა დონეზე არიან ისინი მოგების კუთხით, მათ მთლიანად ასე ვთქვათ, გამოიმუშავეს 2 მილიონ ლარზე მეტი მოგება დაახლოებით 16 თვის განმავლობაში და ძალიან დიდი რიცხვია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მათ ვაძლევთ საკმაოდ მცირე გრანტებს დაახლოებით 10,000-დან 20,000 ლარამდე იმის მიხედვით, თუ რას ეხება ბიზნეს იდეა თითოეულ ინდივიდზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პირველი ფაზა ისინი უკვე არიან მდგრადები, რაც შეეხება მეორე ფაზას, მათ დახმარებას ჩვენ ვაგრძელებთ, რომ ასე ვთქვათ, კიდე გავზარდოთ ამ ბიზნესების რიცხვი და რაოდენობა. გასაგებია, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. ფაქტია, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის ჩვენებისა, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლური დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები, განსაკუთრებით ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები. ეს ლევან ასათიანი გახლდათ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი. ამით მთავარი ეკონომიკაში დასრულებულია